მოგესალმებით. დღეს ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ, ხმაურიან და სიმართლე გითხრათ, მსოფლიოს შემცველ მოვლენას ჩაუღრმავდებით, საფრანგეთის დიდ რევოლუციას. ეს არის ისტორია, რომელმაც არა მარტო საფრანგეთი, არამედ მთელი სამყარო შეცვალა. მაგრამ აი, კითხვა, როგორ იწყება ასეთი რამ? მოდით, ერთად გავერკვეთ. დავიწყოთ მთავარით. რა არის საჭირო რევოლუციისთვის? ანუ, რა უნდა მოხდეს, რომ ადამიანებმა თქვან საკმარისია და დაამხონ სისტემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იდგა. აი ეს არის მთავარი კითხვა და საფრანგეთის მაგალითი ამაზე ძალიან კარგ პასუხს გვაძლევს. აქვე უნდა გვესმოდეს, რომ რევოლუცია ხომიცით ღილაკზე ხელის დაჭერა არაა. ის ერთ ხამეში არ ხდება. ეს უფრო წნეხს ჰგავს, რომელიც წლების, 10 წლეულების განმავლობაში გროვდება, სანამ რაღაც არ გასკდება. და საფრანგეთში ეს საფუძველი უკვე კარგა ხნის შერყეული იყო. მოდით უბრალოდ წარმოვიდგინოთ სურათი. ერთ მხარეს გვაქვს ქვეყანა, რომელმაც კატასტროფულად ძვირი 7 წლიანი ომი წააგო და ფაქტობრივად ხაზინა ცარიელი აქვს. მეორე მხარეს კი ვერსალის სასახლე, წარმოუდგენელი ფუფუნება, ბალმასკარადები. აი ეს კონტრასტი, გაკოტრებული ქვეყანა და ზღაპრულად მდიდარი სამეფო კარი. ხალხში, რა თქმა უნდა, უზარმაზარ ბრას და უკმაყოფილებას იწვევდა. და როცა ეს წნეხი უკვე პიკზეა, ხშირად ერთი პატარა ნაპერწკალიც კმარა, რომ ყველაფერი უზარმაზარ ხანძარში გადაიზარდოს. საფრანგეთში წლების განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობისთვის ეს ნაპერწკალი ერთი კონკრეტული დღე აღმოჩნდა. 1799 წლის 14 ივლისი. და აიმახსოვრეთ ეს თარიღი. ისტორიაში არის მომენტები, რომლებიც ყველაფერს ყირაზე აყენებს. აი, ეს სწორედ ასეთი დღე იყო. დღე, როდესაც მოთმინების ფიალა საბოლოოდ გადაივსო. ხალხი, პარიზელები შეიჭრნენ ბასტილიის ციხეში. ახლა ბასტილია უბრალოდ ციხე არ იყო, არა. ის იყო მეფის აბსოლუტური შეუზღუდავი ძალაუფლების ტირანიის სიმბოლო. ასე რომ მისი აღება არ ნიშნავდა უბრალოდ შენობის დაკავებას. ეს იყო პირდაპირი გამოწვევა მეფისადმი. ეს იყო განცხადება, შენი დრო წავიდა. რევოლუცია ოფიციალურად დაიწყო. ბასტილიის აღების შემდეგ უკან დასახევი გზა ახარ იყო. რევოლუცია ახალ, ბევრად უფრო რადიკალურ ფაზაში შევიდა. მიზანი უკვე აღარ იყო, იცით, უბრალოდ რაღაც რეფორმების გატარება, არა. მიზანი გახდა ძველი სისტემის სრული ძირფესვიანი დემონტაჟი და რაღაც სრულიად, აბსოლუტურად ახლის აშენება. და აი უბრალოდ დაფიქრდით ამ ცვლილების მასშტაბზე. საუკუნეების განმავლობაში ხალხი იყო მეფის ქვეშევრდომი, მისი საკუთრება. და უცებ ისინი ხდებიან მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ თავს თავად მართავენ. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური გადატრიალება, ეს არის კოლოსალური, გიგანტური ძვრა ადამიანების ცნობიერებაში. მაგრამ როგორც ხშირად ხდება, რევოლუციებს ბნელი მხარეც აქვთ. ახლა გადავდივართ მის ყველაზე ინტენსიურ, ყველაზე სისხლიან და ალბათ ყველაზე საკამათო ეტაპზე. პერიოდზე, როცა თავისუფლების იდეალები უკიდურესობამდე მიიყვანეს. აქ შემოდის ასპარეზზე იაკობინელთა დიქტატურა. და აქ მთავარია გავიგოთ, რომ ეს არ იყო უბრალოდ მთავრობის შეცვლა. არა, ეს იყო მცდელობა შეეცვალათ თავად რეალობა. იაკობინელებს უნდოდათ წარსული სრულად უკვალოდ წაშლა და საზოგადოების აშენება ნულიდან, მათი რადიკალური ხედვის მიხედვით. და მათი მეთოდები ნამდვილად რადიკალური იყო. შექმნეს უმკაცრესი ცენტრალიზებული მთავრობა. გამოაცხადეს მასობრივი სამხედრო გაწვევა, რადგან ომი იყო გარშემო. და რა თქმა უნდა, დაიწყო ტერორის მართლობა, როდესაც ათასობით ადამიანი, ვისაც უბრალოდ რევოლუციის მტრად ჩათვლიდნენ, გილიოტინაზე გაუშვეს. და თუ გინდათ მიხვდეთ, რა დონის ტოტალურ ცვლილებებზე იყო საუბარი, მათ დროც კი შეცვალეს. შემოიღეს სრულიად ახალი კალენდარი, რომელიც წლებს არა ქრისტეს შობიდან, არამედ რევოლუციის დაწყებიდან ითვლიდა. აი ეს იყო მასშტაბი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საფრანგეთი ვაკუუმში არსებობდა. ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა, საზღვრებს გარეთაც ისმოდა. დანარჩენი ევროპა, განსაკუთრებით სამეფო კარები, შიშით და გაოგნებით ადევნებოდა თვალს ამ მოვლენებს. ერთი წამით დააყენეთ თავის სხვა ევროპელი მონარქის ადგილას. თქვენს მეზობელ ქვეყანაში მეფეს კლავენ, არისტოკრატიას ანადგურებენ და რესპუბლიკას აცხადებენ. ეს ხომ თქვენთვის პირდაპირი ეგზისტენციალური საფრთხეა. მათ ეშინოდათ, რომ ეს რევოლუციური ვირუსი, ასე ვთქვათ, მათ სამეფოებშიც გავრცელდებოდა. და ამ შიშმა საბოლოო ჯამში მთელი ევროპა დიდომში ჩაითრია. და საბოლოოდ ეს ყველაფერი გვიტოვებს ერთ ძალიან რთულ კითხვას. სად გადის ზღვარი? სად მთავრდება ბრძოლა თავისუფლებისთვის და იწყება ტირანია? საფრანგეთის რევოლუცია ამის ყველაზე მტკივნეული და ნათელი მაგალითია. როგორ შეიძლება უდიდესი კეთილშობილური იდეალები გადაიზარდოს უკიდურეს ძალადობაში. და ეს გვაფიქრებინებს, რა არის სინამდვილეში რადიკალური ცვლილებების ფასი.